გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი. ჯვარი გამოსახა პასუხში. ვიცით ჩვენ ყველამ რომ ჯვარს უამრავი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბათ არის ის, რომ ვერტიკალური ღერძი გამოხატავს ადამიანის სწრაფას ღვთაებისკენ, ღმერთისკენ, ღმერთის სიყვარულს გამოხატავს და ჰორიზონტალური ღერძი გამოხატავს მოყვასის სიყვარულს. ეს ჯვარი უნდა იყოს გულშიც და გონებაშიც. ამის დარღვევა არ შეიძლება. თუ შენ ადამიანის სიყვარულს გამოაკლებ ამ ჯვარს, ითქვამს ესეც ბევრჯერ. შენ მაშინ დაგრჩება ფანატიზმი მარტო. თუ შენ ამბობ, რომ მარტო ღმერთი გიყვარს და ადამიანი არ გიყვარს, თვითონ იმან გითხრა, რომ ადამიანს გიყვარდესო, მაგრამ თუ არ გიყვარს, მაშინ შენ ღმერთის სახელით კრეხელობ და მაშინ შენ ფანატიზმში შედიხარ პირდაპირ. ისევე როგორც არც მარტო ჰორიზონტალური ღერძი ვარგა, თუ იმის შეგრძნება არ აქვს, რომ სამყაროში წესრიგი არსებობს და ამ წესრიგს თავისი წყარო აქვს. როგორ ამბობს რუსთველი, მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ წყობრთა წყობისა. იმიტომ სწავლობს ადამიანი, რომ გაიაზროს, რომ სამყარო არის წესრიგი და თავისი წესრიგით ჩაერთოს აი ამ დიდ ჰარმონიაში.